კაი ვიღებ. სადრო ყავთ? ვიღებ? არ გაგეცინოს. არა, რა უნდა მომიცი. ძალადობის საწინააღმდეგო ხეობა. სხელი ხაზი. კაი მიდი. ისე ის რა იყოს. გამარჯობათ. გამარჯობათ. რომელი ხართ თქვენა? სადრე ყავს თქვენ? მე ის არის რა ქვია, ცხელი ხაზი მინდა რაღაცა ისა, ჩემმა და ქალმა მითხრა რომ შენი თმარი ხელს თუ დაგაგარებს აქ დარეკეოდა. დიახ, გისმენთ. და თქვენ მაღაზი ხართ? დიახ, ცხელი ხაზი. თქვენ ეხანაც დარეკეთ, თვალწდები. ხო, წეღანაც დავრეკე და მე ესე ვიყავი იქ, სადაც თქვენ მითხარით იქ დავრეკე, გაიგეთ და იმათ მაცა რაღაცები მირჩიეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ავნახე და მე ჩემი და ქალი იყო გადმოსული კოფეი დავლიეთ, ხო და ის არისო მაგარი მითხრა რომ მაგ ნომერზე დარეკე ისევაო და კითხეო სხვა რა ვქნა თქო, ეგ თუ ვერაფერი ვერ აქენიო და ისევ თქვენი იმედი მაქვს. პოლიცია გამოიძახეთ. პოლიცია გამოვიძახო? დიახ. და ამჯერათა ფაქტი რო არ არის ისა ძალადობნისაი? არა, უშუალოდ მოწმეები ეყოლებათ მეზობლები და ისინი მისცემენ ჩვენებს. და ეს პოლიცია სიტყვაზე ენდობა იმათა? დიახ, რა თქმა უნდა. არა და პატიოსანი მეზობლები მყავს ძალიან წეს თუ უნდა ენდოს. თქვენ რომელი რაიონიდან გეკავთ? მე გორის რაიონიდან ვარ, იქიდან კარალეთისკენა. აი, შვილო იცაითა, კარალეთისკენ რომ მიდიხარ, ხო? მარცხნივარი იქა 2 კილომეტრი თაქეთ და ჩამოშორებული და ჩასახოვი არის მარცხნივ. კაი, იქა მდინარეს ჩამოდი. შემახსენეთ უკაცრავად. ვერ გავიგე. თქვენი ასაკი შემახსენეთ. 80-სავ არ მეთქი შვილო. დიახ, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას. კარგით და ისა მე გუშინაც დავრეკე მანდა თქვენთანა და ერთი ქალი იყო ძალიან კაი გოგო ჩანდა რა და იმან მითხრა რომ პროკურორთანა თუ ვიღაცასთან მიდიოდა და შემაკავებელ თუ დამაკავებელ ორდერს მოგცემსო. პროკურორთან არა პოლიცია გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და დამსავ ორდერს სასამართლო გამოსცემს. და რამდენი ხანი დაჭირდება მაგასა რომ ვერ მოასწროს ჩემი ცემა მეცა. საპატრულო პოლიციას თუ გამოიძახებს, დღესვე გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. აუ რა მაგარი არის. და რა მაინტერესებს ქალბატონო? დამაკავებელ ორდერსა თუ რაღაცასა. მარტო შემაკავებელი ორდერი. ხო მე მაპატიეთ. შემაკავებელ ორდერსა მარტო ჩემზე გამოსცემს თუ ჩემ შვილზე და შვილიშვილებზეცა რომ რა იცი რა ხდება რა გადაუბრუნდება რა შარიკი იტერიალებს მაგის თავში მიეზერება. ყველაზე გამოიძახება. ყველაზე და ისა მე მაინც ეს დაზული როგორ არ დაიჭერს მაგასა. არა, რა თქმა უნდა, არ დაიჭერა. რა მე დაჭერა მერჩინა რომ რა იცი რა ხდება ისეთი უკანონო ის არის კაცი არის რომ სულ ყველაფერზე განახორციელებს ხალხი მასალადობას სამ შემთხვევაში დაიჭერენ შემდეგ ადმინისტრაციული საკითხები ეკრება. რამდენი ხნითა? აი, ეს სასამართლო გადაწყვეტავს. აუ რა მაგარია. ისა რა ქვია? პოლიცია რომ მოვიდეს იმათაც კი ვეწვი, მაგრამ თქვენ ცოდეთ დიდი საფანტი უდევს იქ მის თავზე რა ქვია და მე ბებერი ვარ ვერ ავწოდები და მაგასაც არ თმებენ. ისა შტაფის მაღლა უდევს დიდი საფანტი და მაგასაც არ თმებენ თუ რა ვიცი რა ხდება რა არის. რამე არ მიქნება. არ ვიცი ქალბატონებს კანონები და რაღაცეები მაგრამ არის. საიდანაც მოაწია როგორ კაცაკამი მოვიდა მოიტანა და ხმარა მოიღო ეგრე მითხრა და ერთხელ ამოიღო და იცოდი დაგიხური და მაგოლჯებსა და თვალებსაო და ეხა რო ეწერა ხო გიხარით სათიბზეა დასული. რავი დიდი წერია. პოლიციას მიმართა. მე ხა ისეთ რაიონში ვცხოვრობ, ქალბატონო კარალეთი მაინც რა იცი რა არის და ჩვენი უბნის ის რაღაცა პროკურორი თუ პროკურორი არ ყვავს. და რო დაურეკოთ ეხლა სანამ ის იქიდან ჩამოვა და რავი არასოდეს არ დამჭირვებია და გორიდან მოვა. 112? ჩემ დროს 102 იყო, რა დრო იყო შვილო. კამფეტები სულ ყველაფერი აფი, ვაიმე როგორ მიყვარს კბილეული დედა. და ესე იგი რაზე გადავერჩე გასმის ხე. ესე იგი დავრეკა გორიდან მოვლენ პოლიციაი.
და ისა ეგენი ცოტა ხანი მაინც არ შეაკავებენ ციხეში ან სადმე ისა ის რო აქ ხოლმე ფილმებში რო ახონ ხო ეგა გავიგეთ ხალბატონო რა მაინტერესებს ანუ ერთი სახლი მაქვს აქ ვცხოვრობ ჩემ შვილებთან და შვილიშვილებთან ხო არ გადავალა რა და ერთი ის მაინტერესებს რომ იმის სახლია და მე წასასვლელი არცად არ მაქვს შვილო და მაგრამ სურს მოკალეთ ეს საქართველო როგორ განვითარებულა კარგი დიდი მადლობა ესე იგი დახეული აქ რა ჩემ ქმარს და ჯერ მოვიდეს სახში ჩავაცეცხლებ კვერცხსა და მე გამოუძახით ეს პოლიციას ცოდოა დილის მერე აფრიჭა